საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ მეორე საზოგადოებრივს პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს თავისუფალი ტრიბუნა. მე ნიკა კაცია ვარ. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახავთ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები ქალბატონი შორინა ბუხრაშვილი და სოსო ვახტანგიშვილი. საღამომშვიდობის მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ საუბარი ვიდრე ადგილობრივ ქართულ ასე ვთქვათ არჩევნებს განვიხილავდეთ, არჩევნებით რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს, ისმის არაერთგვაროვანი შეფასებები, ვრცელდება ძალიან ბევრი განცხადება სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, არა მხოლოდ მედია ჩართული ამ პროცესებში და თავისთავად მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ქართული პოლიტიკური სპექტრი, იმდენად რამდენადაც გარკვეული ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. მოდი დავიწყოთ ქალბატონი შევდინოთ თქვენგან. ვულოცავ ამერიკელ ხალხს პირველ რიგში არჩევნების ჩატარებას, ვულოცავ ტრამპს ამერიკის 45 პრეზიდენტობას. რა თქმა უნდა, არის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები აღნიშნული კანდიდატის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ეს იყო როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე ახლა, როცა დადგა ეს მოცემულობა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამერიკელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და გააკეთა არჩევანი ტრამპის სასარგებლოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ქართულ და ამერიკულ ურთიერთობებს, არის ის, თუ როგორ მოიქცევა ამ სიტუაციაში, როგორც ქართული სახელმწიფო, რა მესიჯებს გაუშვებს ამერიკასთან, გააგრძელებს თუ არა იმ კურსს, რომელიც ჰქონდა აღებული და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დამოკიდებულება ახალი პრეზიდენტის ჩვენ ქვეყნის მიმართ. თუმცა მე არ ამგონია, რომ მნიშვნელოვნად დამოკიდებულებები ამ კუთხით იცვალოს, მაგრამ ალბათ გადაიხედება პრიორიტეტები და რა თქმა უნდა ჩვენ ხელისუფლებას მიენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი თუ როგორ წარმოაჩენს საქართველოს იმ ახალ რეალობაში, რაც დღეს ამერიკას უდგას. ასევე გვასათვალისწინებელია ვითარება სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ჯერ არის პერიოდი, როდესაც უნდა გააცნობიეროს ამერიკის ყველა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა ზოგადად შექმნილი რეალური სიტუაცია და ცოტა ხანში გვექნება მოცემულობა, რა მოცემულობისკენაც უნდა დაიწყოს სვლა როგორც საქართველოს, ასევე ამერიკამ. ამ შემთხვევაში საინტერესო იყო პოლიტიკური სპექტრის მოსაზრება იმდენად, რამდენადაც რუსეთიდანაც გაკეთდა განცხადებები, გულისხმობ ვლადიმერ პუტინის განცხადებას და თავად განცხადებები, რომელიც გააკეთა მიკრობლოგის საშუალებით ბატონმა ტრამპმა და ამიტომ იყო საინტერესო თუ უშუალოდ რუსეთთან დაკავშირებით, ვინაიდან ვიცით რა პირობებში შედგეს საქართველოს და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს 45 პრეზიდენტს უკვე საქართველოსთვის, როგორც დაუშვათ ერთგვარი პარტნიორის მხრიდან. ამიტომ დავსვი სწორედ და შეკითხვა და რა თქმა უნდა საინტერესო ყველას მოსაზრება. მოდი დავუბრუნდეთ ახლა ადგილობრივ საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგიც რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ასევე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიარა ცხელმა საარჩევნო მარათონმა, ის აქტიურ ფაზაში ამ დროისთვის არ არის, თუმცა ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის საზოგადოება, მაინც გაანალიზების პროცესშია. მე მინდა კითხოთ, რამდენად აღიარებთ იმ შედეგს, რაც არის ცნობილი და თვლით თუ არა რომ თქვენი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში დამარცხდა. შეკითხვა ისევ ჩემთან არის. ბატონი სოსოთ ჩაირთვება საუბარში ალბათ. ძალიან და შემდეგ დავუთმოთ ბატონ სოსოსაც. მოკლედ შედეგის არაღიარება, რამდენად შედეგს მოიტანდა ჩვენი პარტიისთვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არის რეალობა, რომ ეროვნულმა ფორუმმა მიიღო რაოდენობა იმ ხმებისა, ყოველ შემთხვევაში დაფიქსირდა ცესკოს მიერ, რაც ბოლო შემაჯამებელ ოქმში იყო. თუმცა მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკური პროცესი, ზოგადად არჩევნები არ შედგება მხოლოდ იმ ერთი კონკრეტული დღისაგან, როდესაც ამორჩეველი მიდის და ხმას აძლევს ამა თუ იმ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ ვართ ამ წუთშიც იმ რეჟიმში, როდესაც ანალიზს უკეთებთ ყველა იმ განული ნაბიჯს და პერიოდს, რომელიც იყო არჩევნებამდე და რა თქმა უნდა გვაქვს განცდა იმისა, რომ იყო სუბიექტური მიზეზები, რომლითაც განპირობებული იყო ეს შედეგი, იყო ობიექტური მიზეზები და ძალიან ბევრი კომპონენტი იყო, რის გამოც დაგვიდგა ეს შედეგი. ბატონი სოსოს სიტყვებს გამოვიყენებ მე ამ შემთხვევაში, როდესაც წინა საარჩევნოდ ბატონი სოსო ამბობდა, რომ აქ იყო ბრძოლა ფინანსებსა და ინტელექტს შორის. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინანსებმა და
ფინანსების კომპონენტის გამოც მოხდა ის, რომ მხოლოდ ერთი ოპოზიციური გარდანაციონალური მოძრაობისა პარტია შევიდა პარლამენტში. ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების და ჩემიც, იმიტომ რომ მე მაჟორიტარი დეპუტატი გახლდით, რომ კარგად და მკაფიოდ ვერ ავუხსენით საზოგადოებას, რას ნიშნავდა ჩვენი ახალფეხადგმული დემოკრატიისთვის მრავალპარტიული პარლამენტის არსებობა და რომ ეს საჭირო იყო ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის და არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის. ხალხო, მოდით მივცეთ ბატონ სოსოსაც საშუალება, გამოსვა საკუთარი მოსაზრება ბატონ სოსო, ვიდრე მიპასუხებთ კითხვაზე, მე აქვე შევახსენებ მაყურებელსაც, თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დაარეკოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე, მიიღოთ პასუხები. თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა მე წავიკითხავ მცირე ციტატას, ვერ დავაჯერეთ ამ მრჩეველი მრავალპარტიული პარლამენტის აუცილებლობაში, ეს ბატონი კახა-შარტავას სიტყვებია და ამდენად საინტერესოა რეალურად პოლიტიკური გუნდი ყოველთვის აანალიზებს მომხდარს, მათ სტრატეგიას, ნაბიჯებს, მიზნებს და გარკვეულწილად ყველა ვინც ამ სტუდიაში ვსწავლობს ხოლმე გვეუბნება რომ იყო გარკვეული ტიპის შეცდომები როგორც პოლიტიკური გუნდიდან და ამ შემთხვევაში საინტერესოა თქვენი აზრით რა მოხდა რეალურად მაშინ როცა ექსპერტები თითქოს თანხმდებოდნენ რომ მომავალი არა მხოლოდ ექსპერტები თავად მოქმედი კანონმდებლები ვიდრე დაიწყებოდა არჩევნები რომ თითქოს უნდა ყოფილიყო პარლამენტი მრავალპარტიული რეალურად რასთან გვაქვს საქმე რატომ მოხდა მხოლოდ 3 ძალა საკანონმდებლო ორგანოში. კეთილი, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ვიდრე ამ კითხვას გავცემდე პასუხს, მეც 2 სიტყვით ამერიკის არჩევნებს შევეხებოდი. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამერიკელები არიან ძალიან პრაგმატული ხალხი და მათ აქვთ ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომელიც ძალიან იშვიათად ირღვევა ხოლმე არჩევნების პერიოდში, ისინი 2 ვადის მეტით არაძლევენ თითოეულ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის ესე ვთქვათ საშუალებას. და როგორც მოგეხსენებათ, ობამა დემოკრატიული პარტიიდან იყო არჩეული 2ჯერ და ახლა ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყო ახალი კანდიდატი, ახალი პარტია, რესპუბლიკური პარტია და ამიტომაც განპირობებულია დიდწილად ამერიკელების პრაგმატიზმიდან გამომდინარე, რომ 8 წელზე მეტხანს ისინი ხელისუფლებას არტოვებენ ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ამერიკელების ამ საარჩევნო კულტურასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, კახაბერ-შარტავას განცხადებას გულისხმობ, ჩვენ ვერ გავაკეთეთ ის, რაც ტრამპმა გააკეთა ამერიკაში. ანუ რას გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში? გულისხმობ იმას, რომ ტრამპმა მაქსიმალურად ხალხის ენაზე ისაუბრა და ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მას ჰქონდა, თავის საპროგრამო გზავნილები, მან ეს ყველაფერი გააკეთა ხალხისთვის გასაგებ ენაზე, მათ ენაზე. მე მაგალითად 2000 წელს ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე ვესწრებოდი. როდესაც ელ გორი და ჯორჯ ბუში უმცროსი, ანუ შვილი ბუში იყრიდა კენს და ძალიან გაკვირვებული ვიყავი იმ დიალოგით, იმ დებატების დაბალი, ესე ვთქვათ, და მარტივი დებატების შინაარსიდან გამომდინარე, რომელშიც, ერთ კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, რომ მაგალითად ერთი პარტია მეორეზე ამბობდა, რომ ჩვენი კანდიდატი ისე განსხვავდება მეორე პარტიის კანდიდატისგან, როგორც ცადა დედამიწა ან ზღვაში ქვიშა და ცადა და ვარსკვლავი. აი ესეთი მარტივი კომუნიკაციის პრობლემაა ქართულ პოლიტიკურს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროგრამა, რომელიც ეროვნულმა ფორუმმა წარმოადგინა, ყველა ექსპერტის შეფასებით და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ყველა მიმართულებით იყო ძალიან ძლიერი პროგრამა. და ამას არ ვამბობთ მხოლოდ ჩვენ, ამას ამბობდნენ ყველა ეს ორგანიზაცია, ვინც გაიცნო ეს პროგრამა. და ეს პროგრამა არ იყო პატარა მოცულობის, ეს იყო საკმაოდ დიდი სქელტანიანი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობდა ძირეულ ცვლილებებს საერთოდ მართლობითი სისტემის საქართველოში, პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას და სასამართლოს რეფორმირებას. ასევე სხვა მიმართულებები იყო გაშლილი, რომელიც ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ადამიანებამდე, ჩვეულებრივ რიგით ამომრჩევლებამდე იმ გასაგებიანით ალბათ ვერ მივიტანეთ, რომელთაც თუნდაც აგერ ტრამპმა მოახერხა ამერიკელებს. სწორედ გასაგებად, რადგან საუბრობთ გარკვეული კომუნიკაციის ენაზე საზოგადოებასთან, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ერთგვარი ნიჰილიზმი იყო გამეფებული, მაშინ როცა გამოცხადდა გახსნილად, ასე ვთქვათ, საარჩევნო მარათონი და საკმაოდ მოსამზადებელი პერიოდი
სევლადიანი ქონდა ამ არჩევნებზე 2016 წლის არჩევნებს გულისხმობ. ხომ არ არის ერთგვარი უნდობლობაც ის, რომ არანდო საკუთარი არჩევანი საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა არანდეს საკუთარი არჩევანი პოლიტიკოსებს. ესეც ხო არ არის ერთადერთი მიზეზი, გარდა იმისა, რომ დაუშვათ რამდენად მიიტანეთ, ან სწორად მიიტანეთ, ან სწორად დასვით აქცენტები, შეიძლება იყოს ერთი საკითხი, მაგრამ იქნებ უბრალოდ არის ზოგადად იმედგაცრუება, რომელიც ყოველწლიურად თითქოს იმატებს. ყოველ შემთხვევაში შეფასებები ასეთი იყო ამ სტუდიაში და არა მხოლოდ. გაგცემთ პასუხს ის პირველი ნაწილი, რაზეც ვისაუბრეთ უკვე და აუცილებლად არის აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ წინა საარჩევნო პერიოდში რა მიმართულებით მიდიოდა უშუალოდ კამპანია, მე მოვიშველიებ სოციოლოგიურ კვლევებს. მე ვერავინ ვერ მეტყვის, იმიტომ რომ ასობით შეხვედრა მქონდა და როდესაც ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე აქცენტს ვაკეთებდით, ეროვნულ ფორუმზე, კახაბერ შარტავაზე, გუბას ანიკიძეზე, ბატონ სოსოზე და ასე შემდეგ, არანაირი ნიჰილიზმი მოსახლეობისგან არ მოდიოდა, პირიქით, ყველას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ესენი იყვნენ ადამიანები და ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც რეალურად, რასაც ვამბობდით, იმის განხორციელება შევძლებდით. მაგრამ აქ იყო მეორე მომენტი. ადამიანებს არ უნდათ დაეკარგათ თავისი ერთი ხმა და ქონდათ შიში, რაც იყო ეს წინა საარჩევნო პერიოდში, ისევ ორი პოლიტიკური პოლუსი იყო, ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი იყვნენ ერთმანეთის მიმართ პრობლემების თავსმოხვევის კუთხით, ანუ ქართული ოცნება მუდამ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობდა, ნაციონალური მოძრაობა მუდამ კარგს და უკეთეს შორის არ გაკეთდა არჩევანი? არა, აქ არჩევანი გაკეთდა, ქართული ოცნების მესიჯი რა იყო, ჩვენ თუ არ მოვედით, მოვა ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის მესიჯი იყო, რომ ჩვენ გვყავს ქართული ოცნება და აბა დავირაზმოთ, ვისაც ეს არ გვინდა, სხვა ალტერნატივა გარდა ჩვენი არ არსებობს, რომელიც დაუპირისპირდება ქართულ ოცნებას. ამან ძალიან მნიშვნელოვნად იმუშავა, ეს გაამყარა ასევე სოციოლოგიურმა კვლევებმა და როდესაც მე სტუდიაში ვიჯექი ხოლმე და ვხედავდი ამ კვლევების შედეგებს, ყოველთვის ვინტერესდებოდი რა იყო კითხვარი, დაინტერესება რა იყო ამ სოციოლოგიური კვლევის და იყო თუ არა იქ მიზანმიმართულად გამოტოვებული ან ეროვნული ფორუმი ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და იმ კვლევითაც კი ადამიანს არ უნდა ქონოდა აზრი, რომ ამ ორი პოლიტიკური ორგანიზაციის გარდა პოლიტიკურ ველზე იყოს სხვა მოთამაშეები. გასაგებია. ის რომ პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად გააჩნიათ ამბიცია, თავისთავად ამის გარეშე ალბათ პოლიტიკურ ველზე მოქმედება წარმოუდგენელია. მე ამ კუთხითაც მინდა დაგისვათ კითხვა, ვინაიდან ერთგვარად ვაანალიზებთ განვლილ ეტაპს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, იგივე თქვენ ახსენეთ, რომ მქონდათ ძალიან ბევრი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა უამრავი ადამიანი. თითქოს ყველა, რამდენი პარტიაც კი ყოფილა, რამდენთანაც დაგვისვამს კითხვები, იყო მოლოდინი, რომ ჩვენ უამრავი ადამიანი გვხვდება, აღვიქვეს ძალიან დიდი მხარდაჭერა, იყო ასეთი განცხადებები, თუმცა ეს ციფრებში შესაბამისად ვერ აისახა. მე აქვე მინდა გაგახსენოთ ის პერიოდი, როცა ეროვნული ფორუმი იყო კოალიციაში მმართველ გუნდთან. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაზე რამდენად მოქმედებს მსგავსი ტიპის კომუნიკაცია სხვადასხვა პარტიებს შორის, როცა უშუალოდ იგივე 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოიყავით კოალიციას და ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად აი წარსული მოგონებები გაჰყვა საზოგადოებას, რის გამოც მათ უბრალოდ პინაზე აღარ დადეს საკუთარი არჩევანი? ანუ იმან რომ თქვენ იყავით კოალიციაში, ამას შეუშალა ხელი საზოგადოებას. რეალურად თქვენი აზრი როგორია? მე ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ კოალიციამ შეასრულა თავისი ფუნქცია. ჩვენ 2012 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ერთად და სწორედ ეს პარტიები ვიყავით მაშინაც, რომელიც ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკაში, ამ პარტიებმა ძირითადად გულისხმობ იმ პარტიებს, რომელიც კოალიციაში იყო შემავალი და რომელზეც ბატონმა ბიძინამ გააკეთა შემდგომში უკვე აქცენტირება და მათთან ერთად მოინდომა კოალიციის გაკეთება. სწორედ ეს პარტიები იყო, ვინც ოპოზიციურ, ესე ვთქვათ, ტვირთს ზიდავდა ქუჩაში და ოპოზიციაში ყველაზე უმციკლო რეპუტაციით სარგებლობდა და სწორედ ეს პარტიები იყო, მათ შორის ეროვნული ფორუმი იყო ერთ-ერთი უმთავრესი და უმძლავრესი პარტია, რომელსაც ქუჩაში გამოყავდა 10,000-ობით ადამიანი იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მე მიჩნდება კითხვა,
ზოგადად. თუ კი ეს პარტიები იყვნენ ძირითადი ოპოზიციური ნიშის მატარებელი პარტიები. რატო ვერც ერთმა კოალიციაში შემოვალმა პარტიამ 4 წლის თავზე, თუ კი ყველაფერი კარგად ვითარდებოდა და წარმატებები ჰქონდა კოალიციას და ასე შემდეგ, ვერ გადალახა ბარიერი. რა შეასაკ? და მე ამასთან მიმართებაში ჯერ მე თვითონაც არა ვარ მზად რომ ამ კითხვებზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ გარკვეულწილად ბევრი კომპონენტი იყო ჩართული იმისათვის რომ ეს შედეგი დამდგარიყო. პირველ რიგში ჩვენ ეროვნული ფორუმელები ვიწყებთ ჩვენი საკუთარი თავის კრიტიკით და ვთქვით რომ თქვათ გარკვეულწილად ჩვენ ვერ მივაწოდეთ სწორი გზავნილები, ანუ უფრო გამარტივებულად ვერ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც იყო თქვათ პროგრამულ ნაწილში ასახული და ვერ დაუსაბუთეთ კიდევ ალბათ ესეც არის რომ საქართველოს განვითარებისთვის კოალიცია უკვე პარლამენტში რო შექმნილიყო, ეს იქნებოდა ბევრად უკეთესი. კი ბატონო, ის თუ რა არის თქვენი სუსტი მხარე, მე ამას ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეკითხები, რას თვლიან ისინი შეცდომად. თქვენგანაც მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა მოდით ვუპასუხოთ მაყურებელს, რომელიც რეკავს საღამო მშვიდობის თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ის პარტიები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში უანგაროდ იბრძოდნენ, ესე იგი სამოვლო ჯამში აღმოჩნდნენ პარტიის პარლამენტის გარეთ, ახლა ვინ აღმოჩნდა პარლამენტში ეს ხალხმა განსაზღვროს, მომავალში უყურებთ განსაზღვროს. მე შეკითხვა ასეთი მაქვს. რა ვფიქრობთ, ფორუმელებო, კონტურები როდის იქნება იმ მესამე ძალის? აი ეს შეკითხვა მაქვს ერთი და მეორე მაგალითად შეკითხვის ასია მოკლედ ეს იყოს ერთი შეკითხვა და სხვა დროს შეგეხმიანებით. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის, მოდით ვუპასუხოთ და შემდეგ სავარაუდოდ გულისხმობდა ინიციატივას, რომელიც თქვენ გამოთქვით გარკვეული პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ კოალიციაზე, რომელზეც იყო საუბარი და სხვათა შორის ექსპერტების ნაწილით საუბრობდა და გაჩნდა ასეთი კითხვებიც, ხომ არ იყო დაგვიანებული ეს პროცესი და კარგია რომ მაყურებელმა დასვა ეს შეკითხვა. მოდით ვუპასუხოთ. კეთილი, ჩვენ შეთავაზება ამის შესახებ გარკვეულწილად კოალიციაში, როდესაც დაიშალა კოალიცია, ეს აზრი მაშინაც გაჩნდა, რომ ხوارჯობდა რომ თქვა ერთიანი ფრონტით იმ საერთო ღირებულებების მატარებელი პარტიები გავსულიყავით ამ არჩევნებზეც, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა ეს ამბავი, იმიტომ რომ უნდა ითქვას, რომ ალბათ ძალიან ბევრ პარტიას თვითშეფასების ნაწილში ჰქონდა ალბათ უფრო გადაჭარბებული წარმოდგენები, მაგრამ იმ იგავარაკის არ იყოს მამარო შვილს რომ ისცემს ისრებს და სათითაოდ რომ დაამტვრევენ და შემდგომში უკვე კონას რომ ისცემს და ვერ გადაამტვრევენ. ალბათ ჯობია რომ საერთო პოზიციაზე მყოფმა ადამიანების ჯგუფებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ერთიანი ძლავრი მოძრაობა შევქმნათ, რომელშიც იქნებიან წარმოდგენილი ადამიანები და ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც თქვა მსგავსი ერთნაირი ფასეულობები ამოძრავეთ ზოგადად. და ეს იქნება ალბათ ყველაზე უფრო უპრიანი, ვინაიდან გამომდინარე იქიდან რომ არასაპარლამენტო ველზე ახლა არის პოლიტიკური შიმშილი ოპოზიციის და ოპოზიციურ ფლანგზე არის როგორც პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური ძალების შიმშილი, მას მერე მით უმეტეს რაც ეს პარტიიდან პარტიაში ან პარტიის გარეთ მისვლა-მოსვლა დაიწყო ამ პარტიიდან ხელისუფლებებში გადაბარგება დაიწყეს ადამიანებმა, ეს მით უმეტეს უფრო თვალში საცემი არის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ისე რომ მსგავსი შეხედულების ინტერესთა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა თუ არაპოლიტიკურმა, ინდივიდებმა თუ პარტიებმა მოვახერხოთ, რომ ერთიანი ძლავრი მოძრაობა გავაკეთოთ, რომელიც იქნება სწორედაც კარგი საპირწონე და ალტერნატივა იმისა, თუ დაუშვათ რა მოვლენებიც ვითარდება ქართულ პოლიტიკაში და ეს არ არის, მე ვფიქრობ, კარგი, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მრავალპარტიული პარლამენტი და აი ამისი დარღვევა 2020 წლისთვის, ან თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებამდე თუ მოესწრება ამ ყველაფრის განხორციელება იქნება ძალიან კარგი, თუ არა და საფუძველი უნდა ჩაეყაროს იმისათვის, რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ და ეს ევროპული გამოცდილება და დასავლური ფასეულობების მატარებელი პარტიები უკვე პარლამენტში ქმნიდნენ ძლავრ პოლიტიკურ ელიტებს და კოალიციებს, თუნდაც სამთავრობო კოალიციებს, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. საქართველოს აქამდე არ ყავდა არასდროს კოალიცია, რომელიც პარლამენტში იქნებოდა. კოალიციები ყოველთვის იქნებოდა პარლამენტს მიღმა, შემდგომში იგებდნენ არჩევნებს, შედიოდნენ პარლამენტში და იშლებოდნენ. იმიტომ იშლებოდნენ, რომ ასაც თავისი კანონზომიერებები გააჩნია. მთავარი და უმთავრესი კანონზომიერება ის იყო, რომ მიზანს აღწევს თუ არა კოალიცია, მერე ის ან ერთ პარტიაში გადაიქცევა, გადაისახება, ან შემდგომში იშლება კოალიციები. ამ შემთხვევაში ჰქონდა მეორე ვარიანტი, ანუ კოალიცია დაიშალა, მას მერე რაც ნაციონალური მოძრაობა ჩამოცილებული იქნა, ესე ვთქვათ, ხელისუფლებო ბერკეტებს.
მე ვფიქრობ, რომ ის პროცესები, რომელიც განვითარდება პარლამენტში, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალის ხელში, გარკვეულწილად დააკნინებს პოლიტიკურ პროცესს. არ ექნება და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორებსაც, რაც ნაციონალურ მოძრაობაში სამწუხაროდ პირველ ოპოზიციურ ძალაში ვითარდება და იქ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უკვე მიდიან გარკვეული სხვადასხვა გზით და ასთა სხვადასხვაობა არის უკვე ჩამოყალიბებული, ეს კიდევ უფრო მიმანიშნებელი იქნება იმისა, რომ აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური კოალიციის ან მოძრაობის ან ერთი პარტიის შექმნა, რომელიც კახაბერ შარტავა განაცხადა რამოდენიმე კვირის წინ, რომ კარგი იქნებოდა თუ ერთი ევროპული ტიპის პარტია შეიქმნებოდა. და ალბათ ამ გზით უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ გუნდის წარმომადგენლები ხშირად აცხადებთ, იმიტომ რომ ბოლო განცხადებები პრაქტიკულად იყო ამ მიმართულებით, რადგან ამ თემაზე საუბრობთ. მე აქვე რა თქმა უნდა მაქვს საშუალება რომ მკითხოთ და მივიღო კიდეც პასუხი, ამიტომ საინტერესოა თუ კი გამოიკვეთა ამ ეტაპზე მუდმივად მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში და გუნდებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე მსგავს პოლიტიკურ სუბიექტებთან გნებავთ პოლიტიკურ ძალებთან. არის რაიმე ტიპის კონტურები გამოკვეთილი, ვინ შეიძლება თქვენთან კოალიციაში ვიხილოთ და თუ არიან, ვინ არიან ისინი? მე გავცემ მაშინ ისე კითხვის პასუხს. საერთოდ ნებისმიერი იდეა ქართულ პოლიტიკაში რთულად ვითარდება და რთულ გენეზისგან იცდის ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ და არ უნდა დავასწროთ მოვლენებს და ვთქვათ ეს იდეა, რომელიც არის ახლა ჩვენს მიერ და სხვა მსგავსი შეხედულებების ადამიანები ეთანხმებიან ამ იდეას, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ნაჩქარევი ნაბიჯები არ უნდა გადავდგოთ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა შედეგი დადგა. ყველამ უნდა მოასწროს და მოახერხოს გაანალიზება იმისა თუ რატომ მივედით აქამდე, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რა იყო ძირითადი გამომწვევი ამ შედეგისა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის დაახლოებით 17-20% მათ შორის გაფუჭებული და გაბათილებულ ბიულეტენებსაც გულისხმობ, რომელიც დაახლოებით 100,000 საჭარბებს, უკვე ძალიან შემაშფოთებელი ციფრი, 130,000-ზე მეტი არის, ამდენადაც მე ვიცი. ეს არის სწორედ ის რეზერვი, დაახლოებით 500,000 ამორჩეველი, რომელმაც თქვათ არ მისცა ხმა არც ერთს და არც მეორე პარტიას და დარჩა საერთოდ მათ ეხმები პარლამენტის მიღმა. აი ეს არის ის ძირითადი არეალი და ველი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია კარგი და სწორი მენეჯმენტის განხორციელების პირობებში მივიღოთ ის შედეგი, რომ ეს 500,000 ამორჩევლის ხმა, რომელიც ვერ მოხდა პარლამენტში, ვერ აისახა პარლამენტში, მოხერხდეს და მომდევნო 2020 წლისთვის უკვე მათი ხმებიც დაფიქსირდეს მრავალპარტიულ პარლამენტში. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც კიდე იმასაც დავამატებ, რომ ესეთი შედეგი მივიღეთ, იყო ის, რომ ჩვენი არაერთჯერადი მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა შეცვლილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სისტემა. ამასთან თქვენი განცხადება მე ვიცი რომ თქვენ ახსენებთ რომ ეს იქნება ტესტი ქართული ოცნებისთვის და მოგვიანებით დავსვათ ამასთან დაკავშირებით კითხვა არ დამოვიწყდება. აქვე მინდა გკითხოთ რომ ამოვწუროთ ეს თემა და გადავიდეთ შემდეგ სხვაზე. ფაქტობრივად ბოლო დროს გაკეთებული თქვენი განცხადებები, თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების, ვინ წარმოადგენთ ევროპულ ფორუმს, მუდმივად საუბრობთ ალტერნატიულ ძალაზე. ახსენეთ პოლიტიკური შიმშილიც ოპოზიციაში. რამდენად არსებობს დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე იმის რესურსი, რომ შეიქმნას ალტერნატიული ძალა, თუნდაც ისეთი, რომ თუნდაც შეცვალოს ნაციონალურ მოძრაობა, იმიტომ რომ ისინი მიჩნევენ, რომ ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ძალა სწორედ ისინი არიან. როგორ ფიქრობთ? ვფიქრობთ, რომ არსებობს ასეთი წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა განცხადება გაკეთებული, რომელიც კახაბერ შარტავამ გააკეთა. ჩვენ მთელი წინა საარჩევნო პერიოდით ჩვენი პროგრამიდან გამომდინარეც კი ვსაუბრობდით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თუ კი პარტია მოხდებოდა პარლამენტში და ჩვენ გვექნებოდა ბერკეტი, თუნდაც მთავრობის დაკომპლექტების და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად ვიყენებდით სიტყვას მოუხმობლების მოხმობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ენერგია და ის ადამიანები, ინდივიდები, რომლებმაც უნდა შექმნან ხვალინდელი დღე, ხვალინდელი პოლიტიკა, მრავლად არიან საქართველოში, ზოგი ჩანს, რა თქმა უნდა, დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე, ზოგი არ ჩანს, მაგრამ საქართველოს ნამდვილად აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ის ცარიელი სივრცე, რომელიც ახლა დატოვა პარლამენტში არ შესვლით, დარჩა მოსუფთავებული პოლიტიკურ სივრცეში, აუცილებლად შეივსოს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას და ორიენტირებული იქნებიან 2000 მე ამ კითხვას შეგნებულად, იმიტომ რომ მაშინ როდესაც სპეციალისტები საუბრობენ
ხმების მოპოვებაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე თითქმის ყველა თანხმდება, რომ ძალიან დიდი როლი აკისრია და მნიშვნელობა აქვს თუ ვინ წარმოადგენს ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს. თუ კი ვიტყვით ყოფით ენაზე, პოლიტიკური ფეისები არაკლია თქვენს პარტიას, საკმაოდ წარმომადგენლობითია და მათი გამოცდილებაც რამდენიმე წელს ითვლის პოლიტიკაში ყოფნის. ამიტომ დავსვია შეკითხვა, რა არის რეალურად რასთან გვაქვს საქმე, როცა ისევ უბრუნდები იმ თემას, რითაც დავიწყეთ რეალურად საუბარი, რომ საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც თავისთავად განსაზღვრავს იმ ალტერნატიულ მესამე ძალას, რომელიც შეიქმნება დაუშვათ და იქნება უფრო კონკურენტული გარემო პოლიტიკოსებისთვის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება არაერთი კოალიციის შექმნის. მე მახსენდება 2008 წლის არჩევნები, მაშინ საერთოდ არ არსებობდა ქართული ოცნება ჩანასახში, კი არა, ოცნებაშიც არ ქონდა არავის, რომ შეიძლება და ყოფილიყო, იყო პოლიტიკური კოალიცია, გაერთიანება, რომელმაც მიშა სააკაშვილის პირობებშიც მოახერხა ის, რომ პარლამენტში ყოფილიყო წარმოდგენილი, შევიდნენ თუ არა, შემდეგ პარლამენტში აღნიშნული დეპუტატები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ქართულ საზოგადოებას აქვს ეროვნული ენერგია, რომელიც არის გაფანტული, რომლის მოკრება შეიძლება და გადაქცევა იმ ძალად, რომელიც რეალურ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას და რეალურად დაანახებს საზოგადოებას იმას, რომ ამ ორი ძალის გარდა არსებობს ალტერნატიული ძალა, რომელიც განახორციელებს იმ რეფორმებს და იმ გზით წაიყვანს ქვეყანას, რომელიც გზაც ჭირდება საქართველოს და მოდით კიდევ ერთ ძარს უპასუხოთ და შემდეგ გამოგზავნოთ საუბარი საღამო მშვიდობით თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. ახლა არჩევნების ჩატარებასთან საუბარი და მაინტერესებს. ჩვენ რომ არჩევნები გაგავდა ეს როგორც ჯორჯელორი 4-ია ესეთი ფაქტია. და დასვით კითხვა. არის პარლამენტო პოიგინი ოპოზიციონერები. აგერ ახლა დროა გაერთიანდნენ, ყველანაირ სამართლოში მიმართონ. გასწრებელზე გადათვალოთ ალგინი. გასაგებია გაერთიანებისკენ მოგიწოდებდათ მაყურებელი როგორც მივხვდი კითხვა არ ქონდა ვიდრე გავაგრძელეთ საუბარს მაყურებელს აქვს შესაძლებლობა შეიტყოს თუ რა თემაზე ექნება საუბარი ჩემს კოლეგას ზვია დავალიანს გადაცემაში არგუმენტების დროს ზვიად საღამო მშვიდობის საინტერესოა დღეს ვის უმასპინძლებ რა თემას დაეთმობა ეთერი და რას ვნახავთ გადაცემაში არგუმენტების დროს საღამოშვიდობისა ნიკა მოგესალმებით მაყურებელს დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამერიკის არჩევნებზე არგუმენტების დროში გავარკვევთ იმას თუ რას ნიშნავს დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის რას დაპირდა ტრამპი ამერიკელ ამომრჩეველს და რა დაპირებებით მოიგო მან ამერიკელი ამომრჩევლის სიმპათია ასევე რას გააკეთებს იგი რეალურად იმ დაპირებებისგან რომელიც მან გასცა არჩევნების წინ როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა რაც თავარია და უნდა ვემზადოთ თუ არა არსებული საგარეო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტატუს კვოს კვეთრი ცვლილებისთვის. გარდა ამისა, გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს მომავალი პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კაცარავა, სადაც უკვე შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა შეიძლება შეცვალოს ტრამპის არჩევამ უკვე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და საერთოდ როგორ შეიძლება აისახოს ამერიკელების ეს არჩევანი ჩვენს რეგიონზე, საქართველოზე და ქართულ რეალობაზე. ასე რომ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემები გვაქვს და 9 საათზე შევეცდებით უპასუხოთ ყველა იმ კითხვას, რომელიც ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც. ზვიად მე არ გავუსწარი წინ მოვლენებს, თუმცა დარწმუნებული ვიყავ, რომ გვერდს არაუვლიდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს, წარმატებულ ეთერს გისურვებ, ჩვენს და სტუმრებს და ველოდები, რა თქმა უნდა, არგუმენტების დროს მაყურებელთან ერთად 21 საათზე თავისუფალი ტრიბუნა პირდაპირ ეთერში სოციალური რეკლამის შემდეგ დაბრუნდება, დაგველოდეთ. თავისუფალი ტრიბუნა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, მასპინძლობთ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებს ქალბატონ შორენა ბუხრაშვილს და ბატონ სოსო ვახტანგაშვილს. გავაგრძელოთ საუბარი, ვიდრე გადავალთ თავად საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ბოლო წელი საკანონმდებლო ორგანოში განხილვის მთავარი თემა. მე მინდოდა მიმეღო პასუხი იმ შეცდომასთან დაკავშირებით, რომელიც
შესაძლო გაქვთ აღმოჩენილი, რაც ნიშნავს გარკვეულწილად წარმატებისკენ სვლას და დაუშვით ამ შემთხვევაში სასურველი შედეგი არ არის დამდგარი, იმიტომ რომ ვერ გადალახეთ 5%-იანი ბარიერი. სად ფიქრობთ, რომ არის თქვენი ყველაზე სუსტი რგოლი, რაც დაუშვით თუნდაც მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გარკვეულწილად სტრატეგიასთანაც კავშირშია, შეცვლით და რას შეცვლით, აი ამ მიმართულებით მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ვფიქრობ, რომ ერთი სუსტი რგოლის მიზეზი არ არის მხოლოდ ეს, რაც დადგა ეს შედეგი, კიდევ მეორე, რომ ძალიან თვითკრიტიკულები ვართ ამ შემთხვევაში, ვინაიდან პარტია, რომელმაც გამოვიარა უზარმაზარი წნეხი, სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ 2012 წელს, მანამდეც ქუჩაში უპირისპირდებოდით რეჟიმს და ყავს ისეთი ლიდერები პარტიას, როგორიც არის კახა შარტავარი, ზუშავიშვილი, სადიკიძე, ძალიან ბევრი ადამიანი, ხეჩინაშვილი, მაისურაძე, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ, ასევე საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ერთ-ერთი აქტიური მაგალითად ქალბატონი შორენა გახლავთ და ძალიან აქტიური პარტია იყო, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ გარკვეული სახით ალბათ ვერ მოვახდინეთ მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბება და რაც თავარია, ძალიან აგრესიული კამპანია მოდიოდა იმ ორი პარტიისგან, რომლებმაც დღეს გაინაწილეს, ასე ვთქვათ, საქართველოს პარლამენტში ადგილები, მაგრამ ჩვენ უნდა დაგვეპირისპირებინა რაღაცა გარკვეული ქმედებები ამის წინააღმდეგ, მაგრამ გარკვეულწილად კიდევ პარტიის პოლიტსაბჭო იყოფება ანალიზის მდგომარეობაში და ამიტომ ახლა წინსრებით არ მინდა რაღაცა გარკვეულ დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ყველაფერი ერთად იყო, რამაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე, თუმცა მე დღესაც არ მჯერა იმ შედეგისა, რომელიც დადგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან და ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ჩვენ მოგეცით შეხმა. ასევე ანალოგიურ სიტუაციაში არიან ჩვენი პარტიის სხვადასხვა წევრები, რომლებიც გაუცებულები არიან რა მოხდა, რანაირად დადგა ესეთი შედეგი, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებაში დღეს ყველაზე მთავარი ჩემთვის და საინტერესო რაც არის, გახლავთ ის პროტესტი, რომელიც დაფიქსირდა პარტიის აი ამ შედეგის მიმართ და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩხუბის მერე მუშტებს აღარ იქნებენ, ჩვენ კიდევ ვიმეორებ, რომ გამოვნახავთ აუცილებლად ქვეყნის განვითარების გზას და ეს გზა იქნება სწორედაც მძლავრი. რამდენიმე პარტიისგან იყო ასეთი განცხადება გაკეთებული, ვიდრე დადგებოდა არჩევნების დღე, რომ თუ კი არჩევნები გაყალბდებოდა, ისინი დაიცავდნენ საკუთარ ხმებს ნებისმიერი ფორმით. თქვენგან არ მახსენდება ასეთი რადიკალური ტიპის განცხადებები, თუმცა ჩდება ერთი კითხვა მუდმივად. მაშინ როცა არჩევნები მთავრდება, გარკვეული ტიპის კანონდარღვევებზე, ბიულეტენების გაყალბებაზე, გაუქმებაზე და ასე შემდეგ, არის გარკვეული პრეტენზიები, თუნდაც ის რაც ახლა თქვით, რომ არ ენდობით ერთგვარად შედეგს. რეალურად რა ბერკეტი გააჩნიათ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების შემდეგ გააპროტესტონ და ეს პროტესტი გარკვეულ შედეგთანაც იყოს დაკავშირებული. ანუ რაღაც შეიცვალოს, არ ვიცი, რა რესურსი არსებობს ამისთვის, რა მექანიზმები არსებობს და რის გაკეთებაა შესაძლებელი. სამართლებრივი გზა ერთი, რომ გაასაჩივრო აღნიშნული ქმედებები, რომელსაც მიიჩნევა არაკანონიერად კონკრეტულ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საოლქოში, თუ CSKO-ში და გვაქვს კიდევ გზა სასამართლოში, თუ აღნიშნული კომისიები საჩივრებს არ საჩივრების შემდეგ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უნდათ კონკრეტულ პარტიებს, მე გახლდით რამოდენიმე ასეთ სასამართლო პროცესზე, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა საბურთალოს რაიონში გადათვლილიყო ხმები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე იყო ძალიან ბევრი დარღვევა, ეს იყო საია, მე ვიყავი როგორც მესამე მხარე მიწვეული აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ აღნიშნული ოქმებით თვალნათლივ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მიეღო გადაწყვეტილება მოსამართლეს და ერთხელ და სამუდამოდ მორჩენილიყო ამ თემაზე საუბარი, ერთი კონკრეტული უბანით რომ გადათვლილიყო, დანარჩენ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით თუნდაც ბიულეტენები იყო გაბათილებული, რაზეც სოსო საუბრობდა, ასევე იყო ჩემს საარჩევნო უბნებზე, ერთსაც თუ ნახავდა თვალნათლივ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გააჩნდათ ეჭვები აღნიშნულთან დაკავშირებით, მორჩებოდა საუბარი, იქნებოდა სიმართლე, ორი სიმართლე
არ არსებობს, ან სიმართლე მათ მხარეს, ვინც აპროტესტებდა ამას, ან მათ მხარეს, ვინც კატეგორიულად იცავდა აღნიშნულს, მაგრამ არც სასამართლომ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და რეალურად ჩვენ დაგვრჩა ისევ კითხვის ნიშნები და ამჯერად კითხვის ნიშნები იყო არა მხოლოდ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისადმი მიმართული, არამედ უკვე სასამართლოსადმი მიმართული გახდა და ეს ძალიან ცუდი მომენტია არჩევნების დროს მე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც მიმუშავია არაერთგზის და როდესაც საარჩევნო კომისია ეჭვების ქვეშ დგას, ეს ძალიან დამთრგუნველია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დემოკრატიისთვის არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამას ყველაფერს მარტივის კითხვაზე კითხვით ვერ დამიბრუნეს, რომ რომელ სასამართლოს ვენდოთო და რა შედეგებს დაველოდოთო. ანუ გარკვეულწილად უნდობლობა ამ შემთხვევაში სამართლებრივად გასაჩივრების კუთხითაც და როგორც ჩანს პოლიტიკური სპექტრი ნაკლებად ენდობა არჩევნების შემდეგ უკვე სხვა საფეხურებს, სხვა ეტაპებს და სხვა ნაბიჯებს. სასამართლოსთვის როგორ მოგვევლო და როგორ უნდა ამაღლებულიყო ნდობა სასამართლოსადმი ეროვნულ ფორუმს ეს ძალიან მნიშვნელოვნად ჰქონდა ჩამოყალიბებული თავის საარჩევნო პროგრამაში, თუმცა ჩვენ ზარია ხაზზე საჩქარე უპასუხოთ ზარს და შემდეგ გადავიდეთ საარჩევნო სისტემაზე, რომ განცხადებას აუცილებლად წავიკითხავ, რომელიც ბატონმა სოსომ ბრძანა და მანამდე უპასუხოთ მაყურებელს. საღამომშვიდობის, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? მე მინდა შევეხო პარლამენტის არჩევნებს პროპორციული წესით და მაჟორიტარული წესით. კი ბატონო. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში გისმენთ ბრძანეთ? ვერასდროს ჩვენ ვერ ვიხილავთ ახალ სახეებს, რომლის დეფიციტი ნებისმიერ დროს პარლამენტში არის გუშინდელში და ნებისმიერი დროს. ამიტომ სწორი იქნებოდა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები. პარტიები ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან იმაზე, რომ ისინი მივიდნენ ერთ იდეალზე. ყველას უნდა თვითონ წარმოადგენდეს პარლამენტში საკუთარ თავს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ბატონ სოსო, მოდით ამოვიკითხავთ თქვენს განცხადებას. ეროვნული ფორუმის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის თქვენს მიერ ნახსენები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და ეგრეთ წოდებული რეგიონული სამხარეოს შემოღება იყო განხილვის მთავარი თემა. მე ვახსენე რამდენიმე წუთის წინ. თითქოს ბოლოს შეთანხმდნენ მართველი გუნდიც, ოპოზიციური სპექტრით, საპარლამენტო ოპოზიციას გულისხმობ და ინტერფრაქციული ჯგუფი შექმნილი იყო, რომელიც მუშაობდა და მაშინ ახსენები იყო თითქოს გერმანული მოდელიც. მაყურებელი, რომელიც ახლა საუბრობდა, მას მიაჩნია, რომ პროპორციული შემთხვევაში გაცილებით ცუდ შედეგს მივიღებთ, თუმცა თქვენ ამბობთ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხი ქართული ოცნების ტესტია. მოდით უფრო განვავრცოთ ეს თემა, რას გულისხმობთ, რატომ გონიათ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ალბათ მიზეზებია საინტერესო პოლიტიკოსებისგან, რა მიზეზებს ხედავენ ისინი იმისთვის, რომ უკვე რამდენიმე წელია მუდმივად მიდის საუბარი, რომ უნდა გაუქმდეს, შემდეგ ვერ უქმდება, შემდეგ იცვლება რაღაც, თუმცა კვლავ განხილვის საგანი რჩება საარჩევნო სისტემა. მაჟორიტარულ გულისხმობთ. კი ბატონო, საარჩევნო სისტემა არის ის უმთავრესი თამაშის წესებზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ყველა პარტიამ და საზოგადოების თანხმობის შემთხვევაში უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ის შედეგი, რომელიც დადგა ახლა ამ არჩევნების შემდგომ, ანუ 25% მთლიანი ამომრჩევლის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 25%-მა, რომელმაც ხმა მისცა, ვთქვათ, მართლ პარტიას განაპირობა მაჟორიტარული სისტემის არსებობის შემთხვევაში ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა 25%-ის მიღების შემთხვევაშიც კი მიიღო მართლმა ძალამ. აი ეს არის სწორედაც მანკიერება, იმიტომ რომ 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატი და 73 მაჟორიტარული სიით გასული დეპუტატ შორის არ არის დიდი სხვაობა. აქედან გამომდინარე, როდესაც აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ დეპუტატს, თითქმის აბსოლუტურად ყველა პრინციპში 100%-ით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მოცნებამ თავისი მომხრეები გაიყვანა და თავისი პარტიის წევრები და მომხრეები სალომე ზურაბიშვილი და იგივე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი მოახერხა ის, რომ აიღო საკონსტიტუციო ცვლილებები ხელში. თავისთავად ეს პოლიტიკურ პროცესს კლავს და ერთი პარტია ზოგადად, ეს არის პოლიტოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერებების კანონზომიერება, რომ ერთი პარტია პოლიტიკურ პროცესს ვერ ქმნის ქვეყანაში. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მრავალპარტიული, მრავალი აზრი, მრავალი
თქვათ შეხედულებები იყოს დეკლარირებული საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში და წინა მოწვევის პარლამენტი, ანუ ეხლანდელი მოქმედი ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტი ამას მეტნაკლებად თუნდაც კოალიციური შემადგენლობით უზრუნველყოფდა. ჩვენ 2016 წლისთვის, როდესაც არჩევნების სისტემას ვიხილავდით და თან ეს პირობა კოალიციას ჰქონდა დადებული ქართულ საზოგადოებაზე, რომ ჩვენ გავაუქმებდით მაჟორიტარულ ინსტიტუტს. აი აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე შიგნით კოალიციაში ძალიან პრინციპულად საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე 2016 წელს შესაძლებელი იქნებოდა მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმება ეს იმ ფონზე, როდესაც უკვე ჩატარდა თვითმმართველ ქალაქებში მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე გამგებლები პირდაპირი წესით იქნენ არჩეულები და ადგილობრივი მაჟორიტარები, რომლებიც ადგილობრივ საკრებულოებში არიან წარმოდგენილები, ითავსებენ უკვე იმ ფუნქციებს, რასაც საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მაჟორიტარი უნდა ითავსებდეს. იმ სისტემაში, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთპალატიანი პარლამენტი არის, არ შეიძლება მაჟორიტარული სისტემა არსებობდეს, თუ საქართველო გადავა ორპალატიან სისტემაზე, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ სენატორები და თქვა წარმომადგენელთა პალატა არის წარმოდგენილი კონგრესში, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება, რა თქმა უნდა, მაჟორიტარული ინსტიტუტი, მაგრამ მაშინ, როდესაც ერთპალატიანი პარლამენტი არის, საქართველოს პარლამენტი და 60 ანუ თითქმის 50% მაჟორიტარებით ივსება, სწორედაც ეს არის ყველაზე რთული რამ, რომელიც ქმნის პოლიტიკურ კრიზისებს შემდგომში. მიხეილ სააკაშვილს რა დაემართა? მოდი გავიხსენოთ მოკლე მეხსიერება ქართულ ხალხს არა აქვს, ხო? მიხეილ სააკაშვილი მოვიდა 80-ზე მეტი პროცენტიანი მხარდაჭერით საქართველოში. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ჩადიოდა ის მეტროებში, როგორ გზავრობდა მეტროთი, როგორ დაფრინავდა საზღვარგარეთ ეკონომ კლასი და არავითარ ფუფუნებას და თქვა სხვა ესეთ ფასეულობებს ის არ იზიარებდა თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, მაგრამ მომეტებულმა ძალაუფლებამ, საკონსტიტუციო უმრავლესობამ გამოიწვია ის, რომ მიხეილ სააკაშვილში და იმ პოლიტიკურ გუნდში, რომლის წინააღმდეგობის გამწევი საქართველოს პარლამენტში აღარავინ აღარ იყო, მიიყვანა ხელისუფლება და თვითონ ქვეყანა იმ პირობამდე, რომ ჩვენ უზარმაზარი კატაკლიზმები და კატასტროფები გამოვიარეთ მათი ხელისუფლების პირობებში. ეს იქნება ადამიანის უფლებების შელახვა, ეს იქნება ტერიტორიების დაკარგვა, ეს იქნება ადამიანების მოპყრობა, თქვათ, იგივე საჯელახსოვრლების დაწესებულებაში 300,000 პრომოციონერი და ასე შემდეგ. რა მიიყვანა მიხეილ სააკაშვილი აქამდე? მიიყვანა იმ მანკიერმა საარჩევნო სისტემამ, რომლის მეშვეობითაც მან მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ ამას ვფიქრობ და ამას გულისხმობ, რომ საფრთხეზე საუბრობს, აპელირებს ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობას აქვს, თქვათ, მე მაგალითისთვის გეტყვით ერთ რამეს, რომ ამ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს იმ თქვათ პრივილეგიას, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვია, ძალიან კარგი არის, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობებს ახასიათებს როგორც თავისი დადებითი, ასევე გამომწვევი რისკ ფაქტორებიც. მაგალითისთვის კიდევ ერთ მაგალითს მოვიშველიებ, ძველად რომის იმპერიაში სენატის შემადგენლობიდან ვადის განმავლობაში, თქვათ 6 თვით ან 1 წლით ირჩევდნენ დიქტატორს. რა განსხვავებაა მათ შორის? განსხვავება ის არის, რომ დიქტატორი ერთპიროვნულად მალე იღებს, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო დემოკრატიებში გადაწყვეტილებებს ვიღებთ ნელა, კამათის შედეგად, მაგრამ შეცდომის დაშვების უფლებაც, უბრალოდ შეცდომის დაშვების ალბათობაც დემოკრატიებში არის ბევრად უფრო ნაკლები. იმ ვადიან არჩეულ დიქტატორებს რომის სენატიდან ირჩევდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილებები იყო სწრაფად მისაღები, ან ტერი იყო მომდგარი, ან დაუშვათ ლაშქრობა იყო ჩასატარებელი და აი ესეთ ექსტრემალური სიტუაცია იქნებოდა, როცა გადაწყვეტილებების მიღების დრო იყო უმთავრესი ფაქტორი. შემდეგ 6 თვის ან 1 წლის გავლის შემდგომში სენატი ართმევდა ამ უფლებამოსილებას დიქტატორს და ის დიქტატორი ხდებოდა ჩვეულებრივი სენატის წევრი. ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ შეცდომის დაშვების ალბათობას გამოვრიცხავთ ძირითადად დემოკრატიების დროს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ადამიანებს ამორჩევას ჩვენ საზოგადოებას უფრო მკაფიოდ დავანახოთ ამ 4 წლის განმავლობაში თუ რა უპირატესობა აქვს დემოკრატიულ წყობას, მრავალპარტიულ საზოგადოებას, თორემ ერთპარტიული საზოგადოება და ძალიან მშვიდი არჩევნები ჩვენ გვახსოვს კომუნისტების პერიოდშიც. 70 წლის განმავლობაში არც ასარჩევი იყო ვერმე და არც კონკურენციას არ უწევდა. ანუ მივედით სადამდე უმრავლესობის მოპოვების ძალიან ბევრი მაგალითი გვახსოვს იგივე შევარდნაძის პერიოდიდან, შემდეგ იყო ნაციონალური მოძრაობა. კი ბატონო, გამოცდილება ამ კუთხით აქვს და საინტერესოა რა შეიძლება მოხდეს. მე მინდა რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის სამომავლო გეგმებსაც დავუთმოთ, რომ ვინაიდან იწურება ჩვენი ეთერისთვის განკუთვნილი დრო, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის გარკვეულწილად სტრატეგიაზეც მინდა გკითხოთ, რამდენად აპირებთ შეცვალოთ ის რა ღირებულებების ერთგული დარჩებით იქნებით თუ არა დაუშვათ იგივე იდეების გარშემო გაერთიანებული, თაც მოდიოდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რა იქნება ხვალ? რას უნდა დაელოდოს საზოგადოება, ვინც
თქვენი პოტენციური ამორჩეველია, ანუ უკვე თქვენ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ერთი წუთით თუ შეიძლება იმ წინა შეკითხვას გავაგრძელებ, ჩემთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება არ არის მხოლოდ ის, რომ მაჟორიტარული სისტემა იქნება თუ პროპორციული სისტემა იქნება, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება რეალურად თვითმმართველობის გაძლიერებას ნიშნავს. ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ აი მაჟორიტარი კონკრეტული რაიონის პრობლემების მიმტანია და ლობირებს ამა თუ იმ საკითხს უმაღლეს თანამდებობის პირებთან და ასე შემდეგ. თუ კი ეს სისტემა ასეთი დარჩება, რეალურად ის გამგებლების და მერიის ფუნქციებში არის შეჭრა და თუ კი ჩვენ მიმართულება გვაქვს აღებული დეცენტრალიზაციისკენ, იმისკენ, რომ რეგიონები და რაიონები მაქსიმალურად ფეხზე დადგნენ და როგორც ეკონომიკა განავითარონ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მიიღონ აქტიური მონაწილეობა, ეს ამ ნაბიჯებით არ მოხდება. სწორედ ის, რომ იქნება პროპორციულად არჩეული, რეგიონულ პროპორციულით იქნება თუ მთლიანად პროპორციული სხვადასხვა სისტემები არსებობს, ამაზე მსჯელობა ღირს, ხოლო თუ გვინდა ჩვენ რეალურად რომ თვითმმართველობა განვითარდეს, სწორედაც რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება ამისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს, მეორე სიტყვით ვიტყვი და ალბათ სოსო დაამთავრებს, მაგრამ ეროვნული ფორუმი რა თქმა უნდა აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, იყო ჩვენი შეთავაზება, ჩვენ ვართ ამ წუთშიც სწორედ ანალიზის და შემდგომი მომავალი მოქმედებების დაგეგმვის პროცესში. რა თქმა უნდა, ეს იქნება იმ წინადადების გარშემო შეკრებილი ადამიანები, რომელიც გაახმოვანა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერმა, თუ იქნება ჩვენს მიერ სხვა გზა არჩეული, ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკურ სივრცეში, ჩვენ ვიქნებით რა თქმა უნდა, ყველა ცუდი გადაწყვეტილების ოპონენტები, სწორი სახელმწიფო გადაწყვეტილებების ადამიანები, რომლებიც მოვიწონებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეროვნული ფორუმი იქნება იქ, სადაც არის ერთი წუთი გვაქვს მოგცემ საშუალებას დაასრულოთ, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს მექანიზმის სახით დაგჭირთ მხოლოდ ის, რომ აქტიურად აკრიტიკოთ ის, რაც დაუშვათ არ მოგეწონებათ, პლუს რას შესთავაზებს ის მის ამორჩეველს, თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ხო, ესე იგი, ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ მაქსიმალურად უფრო გასაგები იყოს, თქვათ, ჩვენი შეთავაზებები საზოგადოებისათვის და შორნამ კარგადაც თქვა, რომ ჯერჯერობით თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებამდე არის საკმაოდ დრო დარჩენილი 1 წელია და ახლა 1 წლით ადრე ამ არჩევნებთან მიმართებაში, როდესაც ჯერ 2 კვირა თუ 3 კვირა გასული, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ჩატარებული, ცოტა გამიჭირდება, რა თქმა უნდა. მაგრამ ალბათ მთელი რიგი საკითხები იქნება, შიდა პარტიული რეორგანიზაციის საკითხები იქნება გასატარებელი, გარკვეულწილად ახალი თქვათ შეხედულებების და ახალი იდეების გენერაცია უნდა მოხდეს პარტიაში. და მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ ეროვნული ფორუმი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არასოდეს არ უღალატია საქართველოს ამორჩევლისთვის, ქართული ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის. ეს ის პოლიტიკური ძალა იყო, რომელსაც არამც თუ არ უღალატია, არ შეშინებია არასდროს, არც ქუჩაში თავისი დემონსტრაციების გამართვა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც იყო ძალიან სერიოზული პრობლემატიკის და დამღუპელი ზოგადად რო ითქვას ქართული პოლიტიკური პროცესისთვის და უზურპაცია მოახდინა და ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, ხო, ნაციონალურ მოძრაობაში. თუ დავინახავთ, რომ ამგვარი დაუშვათ საფრთხეები არის ხელისუფლების, აი ამ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ იგივე შემართებით, იგივე თქვა დამოკიდებულებებით ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობის ინტერესების სადარაჯოზე და ამას როგორ გავაკეთებთ, ნება მოგვეცეთ. მოსწრაფად იზიარებთ კაბოტონი ანი მიროტაძის აზრსაც, რომელიც ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო, ჩემთვის და არის რეჟიმი, მან ერთ-ერთ მედია საშუალებასთან გააკეთა ასეთ ამ ტიპის განცხადება. თუ იყო, თავისთავად ცხადია, ბუნებრივია, რომ ის რაც იყო, ახლა ამაზე ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირდება, ხო ასე? ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კურსში მოგზაურობისთვის, გისურვოთ წარმატებები, ისე როგორც ნებისმიერს, ვინც ჩვენ სტუმრობს ხოლმე, თავისუფალი ტრიბუნა დღეს ეროვნულ ფორუმს ეთმობოდა და კერძოდ მის წარმომადგენლებს, ქალბატონ შორენა ბუხრაშვილსა და ბატონ სოსო ვახტანგაშვილს. თავისუფალი ტრიბუნა დღეს ასრულებს მუშაობას, დაელოდეთ არგუმენტების დროს, ხვალ კი თავისუფალ ტრიბუნას ჩემი კოლეგა თამარ ფიროსმანიშვილი გაუძღვება, ჩვენ ერთმანეთს პარასკევს შევხვდებით, დროებით გემშვიდობებით.